მოგესალმებით მეგობრებო, მე მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით და ხვალ გამოვავლენ გამარჯვებულს თქვენი კომენტარების რაოდენობის მიხედვით ჩემს ვიდეოებზე და ხვალ დილით ვის კომენტარსაც მივუწერ WhatsApp-ის და ტელეფონის კონტაქტს შემეხმიანეთ საჩუქრისთვის ერთ კითხვაზე პასუხს პირად გაშლაში მიიღებთ ჩემგან. და მე დღეს თქვენთვის გავაკეთებ საჯარო გაშლას თქვენი მომავალი ჩაფიქრებულ ადამიანთან. ავიღოთ ერთი თვის ვადაზე. თქვენი მომავალი ჩაფიქრებულ ადამიანთან. გავაკეთოთ ორ ვარიანტზე და სიგნიფიკაციას ამოვიღებთ. მოდი ვნახოთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ჩანს ხო? მეორე ვარიანტი. მოდი იყოს ეს ქალბატონი სანთლის და სანთლის შეყვარებულები მეორე ვარიანტი. ღრმად ჩაისუნთქეთ, ამოისუნთქეთ რამოდენიმეჯერ და მშვიდად კონცენტრირება მოახდინეთ და ისე აირჩიეთ. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტს გადავდეთ და დავიწყოთ პირველებო. აქ საკმაოდ დიდი ტრანსფორმაცია მოხდა თქვენ შორის. რაღაც ძალიან რადიკალურად შეიცვალა თქვენ შორის. შეიძლება ერთ-ერთი თქვენგანი სხვა ქვეყანაშიც გაიმგზავრა, ან სხვა ქვეყანაში ხართ. ძალიან დიდი ცვლილება მოხდა მეგობრებო აქ. და აქ მხოლოდ თქვენი ბრალი არ არის, არც ერთის ეს ცვლილება, აქ უკვე ეს კარმულია, ეს ურთიერთობა როგორც ჩანს და უმართავია ცოტა. შეიძლება ეს ურთიერთობა იყოს საკმაოდ ემოციური საქანელა, ხან ძალიან კარგად რომ ხარ ურთიერთობაში და მე უცებ რომ უცებ რაღაც შეიცვლება ისე რომ გაუარესდება ურთიერთობა, დაიძაბება სიტუაცია. მე ისე მოყვება ამას შერიგება, ლამაზი ემოციები, ისევ სითბო და მე ისევ აირევა და არ იცით რა ხდება და თითქოს ვერ ხვდებით რატომ ხდება ეს ყველაფერი. თუ გაქვთ ასეთი სიტუაცია მეგობრებო, ესე იგი პირველელები თქვენ ხართ და ეს გაშლა ნამდვილად თქვენია. აქ შეიძლება ერთ თქვენგანს მეორე პარტნიორი მიუწვდომლად მიგაჩნიათ უკვე და გგონიათ რომ უკვე აღარაფერი აღარ იქნება და მიუწვდომელია უკვე ეს ურთიერთობა ან ეს პიროვნება თქვენთვის. კარგით მეგობრებო, მოდი ვნახოთ რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე ახლა. ეს ადამიანი ფიქრობს რომ რაღაც დაასრულეთ ამ ურთიერთობაში თქვენ. ეს ადამიანი ფიქრობს რომ რაღაც შეცვალეთ ძალიან ცუდისკენ. ეს ადამიანი ფიქრობს რომ თქვენ არ გააკეთეთ სწორი არჩევანი და დაუნგრიეთ სწორედ ეს ურთიერთობა რაც იყო თქვენს შორის. კიდევ რას ფიქრობს და ეს ადამიანი მეგობრებო ფიქრობს რომ თქვენ გაცივდით მის მიმართ და თითქოს მანიპულირებდით მისით. თუმცა ეს ადამიანი ახლა არ არის კარგად, შეიძლება უბრალოდ
ძალიან ცუდ მდგომარეობაშია მისი ფსიქიკა და ღმერთს კი არ სძინავს მშვიდად, როდესაც ეფიქრებით, შეიძლება ეს ადამიანი შეზღუდულია და არ შეუძლია რაღაცის გამო თქვენთან მოსვლა, ან ხომ არ არის საავადმყოფოში, ან ისეთ სამსახურში, საიდანაც არ შეუძლია გამოსვლა, ან მანძილზეა, ან ისეთ დაწესებულებაშია, ციხეში, ან სადმე, სადაც მისი თავისუფლება შეზღუდულია. რას ფიქრობს ეს ადამიანი კიდევ თქვენ? ეს ადამიანი ფიქრობს, რომ თქვენ ჩაიკეტეთ და ორიენტირებული, ან ფიქრობს, რომ ხომ არ ყავთ თქვენ ოფიციალური მეუღლე და ეს ადამიანი ფიქრობს, რომ სწორედ მასთან ოჯახში ხართ თქვენ საუკეთესოდ და თქვენს ოჯახურ სიტუაციაში ხართ მშვიდად, კარგად. აი ეს ამ ადამიანს აქვს ეს ფიქრები, რომ თქვენ აღმართეთ ბარიერი მის მიმართ. რას გრძნობს ეს ადამიანი თქვენს მიმართ, ნახოთ? ძალიან დიდი დანაკლისია ამ ადამიანს და ფიზიკურადაც კი ცუდად გრძნობს ეს ადამიანი თქვენგან შორს რომ არის თავს. აქვს ნამდვილად გრძნობები ამ ადამიანს თქვენს მიმართ და იმაზე ფიქრი, რომ დასრულდა ურთიერთობა, ძალიან დიდ ტკივილამდე მიყავს ეს ადამიანი ამაზე ფიქრს, რომ დასრულდა თქვენ შორის ურთიერთობა. ისეთი რა არის ურთიერთობის? ძალიან დიდი იმედგაცრუება და ტკივილია აქ. ძალიან დიდი იმედგაცრუება და ტკივილია, ღალატის ენერგია მოდის აქ, მეგობრებო. გრძნობა აქვს ოღონდ ამ ადამიანს, როგორც გითხარით. ნახოთ, რას მოიმოქმედებს ეს ადამიანი. გაკვირდებათ, მეგობრებო, ეს ადამიანი. ჩუმად გითვალთვალებთ, გაკვირდებათ ეს ადამიანი და ისე იქცევა თითქოს არც არაფერი, ვითომ არ ნერვიულობს, ვითომ არ ღელავს, ძალიან ცივი ენერგიებს გაჩვენებთ, ოღონდ გაჩვენებთ. ან შეიძლება ისია, არც არაფერს გაჩვენებთ და ვითომც არაფერი ხდება მის ცხოვრებაში, მაგრამ რეალურად ეს ადამიანი ცუდად არის და ჩუმად გითვალთვალებთ. შეიძლება სოციალური ქსელით, შეიძლება სამსახურში, როდესაც ხართ, ან გადიხართ გარეთ. თქვენი მომავალი ჩაფიქრებულ ადამიანთან. ძალიან დიდი რღვევა, მეგობრებო, მიუხედავად დიდი გრძნობის, თქვენი მომავალი. ძალიან დიდი გრძნობა აქვს, მეგობრებო, და რაღაცის ძირეულად შეცვლა სურს ამ ადამიანს. რეალურად ნამდვილად არის აქ გრძნობები, მაგრამ ერთგვარი რღვევა ნამდვილად შეინიშნება და ამ ადამიანს გულს კენს ის სიტუაცია, რომ თითქოს თქვენ ხართ ქორწინებაში, ან სხვა მამაკაცთან ხართ, აი ასეთ, ან ამ მამაკაცს ეჭვი აქვს, რომ თქვენ უფრო ორიენტირებული ხართ სამსახურის თემებზე, ფინანსური თემების მოგვარებით, კარიერული წინსვლით და ერთგვარად კარიერის ტკალს გიწოდებთ. შანსი კი გეძლევათ, მეგობრებო, რაღაც აი ერთი ეტაპი სრულდება თქვენს ცხოვრებაში და ახალი ეტაპი შეიძლება ნამდვილად დაიწყოს თქვენს ცხოვრებაში.
მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორივე დაღლილები ხართ თითქოს აი ამ სირთულეებით, მაინც აქ ვხედავ შანსს, რომ ურთიერთობა აღდგეს. მაგრამ ურთიერთობა რომ აღდგეს, აი ძალიან ბევრი ბარიერის და ლაბირინთების გავლა მოგიწევთ, რაღაც ლაბირინთიდან თავის დაღწევა მოგიწევთ იმისათვის, რომ აღადგინოთ და თავიდან დაიწყოთ ეს ყველაფერი. და მოდი ვნახოთ რჩევა თქვენთვის. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის? მეგობრებო, პირველ რიგში თქვენ აი ამ შიშებიდან, ემოციური შიშებიდან და ეჭვებიდან უნდა გამოხვიდეთ და პასუხისმგებლობა უნდა აიღოთ თქვენს ცხოვრებაზე, როგორი გინდათ, რომ ის იყოს. რაღაც არჩევანის წინაშე ნამდვილად დგახართ თქვენ და არ იცით რომელი გზა აირჩიოთ და თქვენ თავშიც მუდმივად გაწვალებთ ეს ფიქრი იმდენად გაწვალებთ ახლა თქვენ, რომ არ იცით რა გზა აირჩიოთ, რომ რაღაცნაირად უმოქმედო მდგომარეობაში აღმოჩნდით, თითქოს მოქმედება შეწყვიტეთ ყველანაირად. რა უნდა მოიმოქმედოთ? უნდა შეცვალოთ, რა უნდა შეცვალოთ? დიახ, აი ეს მერყევი მდგომარეობა უნდა შეცვალოთ, მეგობრებო. ცოტა გახალისდეთ, გამოხვიდეთ აი ამ ტრანსფორმაციიდან, სადაც ხართ და აი ეს სიმძიმე უნდა მოიშოროთ პირველ რიგში. აი სიმძიმე უნდა დატოვოთ წარსულში. უნდა მოიმოქმედოთ. და აი ამ ჩამოკიდებული მდგომარეობიდან და გაჩერებული მდგომარეობიდან, სადაც თქვენ ახლა ხართ, აუცილებლად უნდა გამოხვიდეთ, სწორად დაგეგმოთ თქვენი მომავალი და ეს ადამიანი თქვენზე ასაკით პატარა ხომ არ არის. ამ შემთხვევაში მე აქ ვუყურებ ადამიანს, რომელიც ან სტატუსით არის თქვენზე პატარა, ან ასაკით არის და რაღაც მომენტში ეს ადამიანი გაიდეალიზირებთ, აი იდეალი ხართ ამ ადამიანისთვის, ქალურობის ეტალონი ხართ და თითქოს გაღმერთებთ კიდეც ეს ადამიანი თქვენ. და აქ ტარო გირჩევთ, რომ თქვენ აი ეს მერყეობა უნდა შეწყვიტოთ და აი ეს მძიმე მდგომარეობა დროულად უნდა დატოვოთ და გამოხვიდეთ აი წარსულიდან და უნდა გააკეთოთ კიდევ ერთხელ არჩევანი. სწორი არჩევანის გაკეთებას გისურვებთ, მეგობრებო და პირველებო გემშვიდობებით და მოდით ახლა ვნახოთ. პირველებო, მე თქვენ დაგელოდებით, ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი კომენტარი, რამდენად რეზონირდა ეს გაშლა, ან რამდენად გადგებათ ჩემი გაშლები, ეს ჩემთვის ძალიან დიდი სტიმულია, რომ კიდევ ბევრი გაშლები მოგიწყვნათ და გაჩუქოთ თქვენ. და მოდით მოგესალმებით მეორეებო, ვინც ეს შეყარებულები აირჩიეთ. აქ იმედგაცრუება, ღალატი, რაღაცა ერთობის დაშლა და უკვე ეჭვიანობა. ღალატი, გულის ტკივილი, აი ბედნიერი მომავლის დაშლა და ახლა თითქოს აკვირდებით აი ამ თქვენს სიტუაციას შორიდან ეჭვის თვალით უყურებთ ყველაფერს. რაც შეეხებოდა ღალატი. აი ამ ღალატის შედეგად განდეგილი, ძალიან წავეთ რომ განიცდით, მაგრამ ძალიან დიდი მიჯაჭვულობა რომ გაქვთ თან წარსულთან და ამ ადამიანთან. ეს ის სიტუაცია, როდესაც ყველანაირი რესურსი ამოგეწურათ და სულიერი ტკივილი გასაგებია რომ გაქვთ, მაგრამ ეს ისეთი
მძიმე სიტუაცია, როდესაც უკვე სულიერი და ფიზიკური ტკივილი უკვე ერთმანეთს ერწყმის და აქ ამან გამოიწვია თქვენი ურთიერთობიდან წასვლა, თუ სადაც ძალიან მიჯაჭვული იყავით ამ ურთიერთობაზე, ძალიან იყავით დამოკიდებული აი ამ ურთიერთობაზე. და აქ იმედგაცრუებამ ძალიან დიდი დაღი დაგასვათ. რას ფიქრობს ეს ადამიანი თქვენზე? განიცდის, ეჭვიანობს, დეპრესიაშია ეს ადამიანი, აი ამ ყველაფრის გამო, რაც მოხდა თქვენს შორის. არ არის კარგ მდგომარეობაში, მინდა გითხრათ, არც ეს ადამიანი. რას გრძნობს თქვენს მიმართ ეს ადამიანი? ეს ადამიანი რას გრძნობს? მიუხედავად იმის, რომ ამ ადამიანისთვის ახლა მიუწვდომელი ხართ და ფიქრობს, რომ ის თქვენამდე ვეღარ მოვა, მაინც ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში უსამართლობა იყო და შეიძლება ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოგექცათ და ამიტომ თქვენ უკვე მისთვის მიუწვდომელი ხართ და ეხლა იშუშებთ აი იმ იარებს, რაც მან მოგაყენათ. ფიქრობს, რომ უსამართლოდ მოიქცა და თითქოს მზად არის, რომ პასუხი აგოს ამისთვის. რას გრძნობს ეს ადამიანი? ძალიან აი ეს რაღაც კონფლიქტური სიტუაცია თუ იყო თქვენ შორის, ამ ადამიანს სურს, რომ შეცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. მე გრძნობებს გეკითხები, აბა კიდევ მაჩვენე, რას გრძნობს ეს ადამიანი. გრძნობა, რა თქმა უნდა, აქვს თქვენს მიმართ. და ფიქრობს კიდეც, როგორ მოვიდეს თქვენამდე, რა გზით მოვიდეს, მაგრამ ამჯერად საკმაოდ დეპრესიულ მდგომარეობაშია და ჯერ მხოლოდ გეგმებს აწყობს, როგორ შეუძლია თქვენამდე მოიტანოს აი სინანული თუ გრძნობა. გიღირთ თქვენ ეს ურთიერთობა, მოდი ვნახოთ, გიღირთ. იმპერატრიცა. მეგობრებო, იმ შემთხვევაში გიღირთ ეს ურთიერთობა, მეგობრებო, თქვენ. თუ ეს თქვენი ურთიერთობა მიიღებს სერიოზულ სახეს და მხოლოდ პარტნიორი კი არა, მისი ოფიციალური მეუღლე გახდებით და თქვენ ამაზე უნდა ილაპარაკოთ. თუ თქვენი შერიგება მოხდება, მეგობრებო, აუცილებლად მოგიწევთ გულწრფელი საუბარი, რამდენად მზად არის ეს ადამიანი, რომ გააოფიციალუროს თქვენი ურთიერთობა. მხოლოდ ამ შემთხვევაში გიღირთ ამ ურთიერთობის გაგრძელება ან თავიდან დაწყება. თქვენი მომავალი ჩაფიქრებულ ადამიანთან. მაგრამ ეს ადამიანი არ მგონია, რომ წამოვიდეს მაგაზე, მეგობრებო, ძალიან დიდი ყოყმანი ჩანს მისი მხრიდან. უნდა ურთიერთობა გაგრძელდეს, უნდა რომ აღიაროთ, რომ მაგარი მამაკაცია, უნდა აღიაროთ მისი მამაკაცური ღირსება, რომ ის ერთადერთი და შეუცვლელია და გრძნობებიც აქვს, მაგრამ მე ვერ ვხედავ, მეგობრებო, რომ ეს ადამიანი გაასერიოზულებს ამ ურთიერთობას და ამიტომ
ამ ერთი თვის მანძილზე თქვენს მომავალს ვერ ვხედავ ამ მამაკაცთან. აი ფარული, მხოლოდ არა. მეგობრებო, მას მოუნდება მხოლოდ ისევ როგორც იყო ფარული ურთიერთობა თქვენთან, თუ არა და მაშინ დასასრულია აქ. მოკლედ, მეორეებო, მე სწორი გადაწყვეტილების მიღებას გისურვებთ და დაგემშვიდობებით, დიდი სიყვარულით. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ ჩემთან ხართ და რამდენად რეზონირ და ძალიან გთხოვთ მე ველი თქვენს კომენტარებს და მომავალ გაშლამდე. მომაწოდეთ იდეები, რაზე გსურთ, რომ გავშალოთ შემდეგი გაშლა დროებით.